მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ Nissan Silvia S14. გამარჯობათ, მე ვარ ალექსანდრე ხეროდინაშვილი და დღეს მოგიყვებით ჩემ მოკლე ისტორიას. ყველაფერი დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც მე დრიფტის ვიდეოებს უყურებდი, ბავშვობიდან ჩამჯდარი ვიყავი და მქონდა ძალიან დიდი ოცნება, რომ დრიფტში მოხვედრილიყავი მე თვითონ. ოღონდ ეს იყო ჩემთვის ისეთი მომენტი, რომ ვერ წარმომედგინა თუ ეს დღე დადგებოდა, იმიტომ რომ უყურებდი ვიდეოებს, რამოდენიმეჯერ აქაც მოვედი, ნახულობდი როგორ დადიოდნენ ეს ლაივში რომ ნახულობ, ყოველთვის ბევრად დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე ვიდეოში რო ნახულობ და აი სულ ვიძახდი ხოლმე რომ აი დავიწყებ ფულის შეგროვებას, სახში დავდებ ერთ ყულაბას, ჩავყრი ფულებს და რაღაცა და აქედან დაწყებული რაღაც ნავიჯები უნდა გადამედგან. თუმცა ერთი დღეს დადგა და ვთქვი, რატომაც არა, დღეს უნდა ვიყიდო რამე ისეთი მანქანა, რითიც დავიწყებ ამ ყველაფრის გაკეთებას. პირველი მანქანა იყო ჩემი Toyota Alteza, რითიც დავიწყე რაღაცები, თუმცა თუ უყურებთ ჩემ ბლოგის ვიდეოებს, იქაც მოყოლილი მაქვს რაღაცები, არ გამოვიდა ის, რაც მინდოდა. შემდეგი მანქანა იყო Nissan Silvia S15. ოღონდ ეს არა. ეს არის S14 და მაგაზეც მოგიყვებით თუ რატო გამოიყურება ამის ხვირი, როგორც S15. მოკლედ, S15 ვიყიდე და იქიდან მოყოლებული ყოველთვიურად რაღაცებს უყურებდი, ხვეწდი მანქანას, ჩემ ტვინშიც ხვეწდი, ასე ვთქვათ, როგორ უნდა მე არა, რა უნდა გამეკეთებინა, რომ მანქანას უკეთესად ეარა, ბევრი ნაწილები ვიყიდე, aftermarket ნაწილები და ნუ საქართველოში ესეთი მომენტია, რომ კარგი სერვისი არ გვაქვს, როგორც ესეთი, რომ სადღაც მიიყვანო და ძალიან მშვიდად იყო და ამ ყველაფრის კეთება დავიწყე მე თვითონ. ნუ თავიდან იგივე მომენტი მქონდა მანდაც, რომ აი იყო მომენტები, როდესაც არ ვიცოდი ჰაერის ფილტრი როგორ უნდა შემეცვალა და ეს ნელ-ნელა ეს ყველაფერი წამოვიდა. და ნუ საბოლოო ჯამში მოვედით იქამდე, რომ მე ვიტყოდი, რომ 95%-ს ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენ. S15-ს რაც შეეხება, S15-ით მომიწია დაახლოებით 3 წელი სიარული. როგორც გითხარით, ნუ მანქანა რა თქმა უნდა დაიხვეწა, მაგრამ დრიფტი ისეთი რაღაცაა, რომ ყოველთვის გაქვთ ავარიები და ყოველთვის გაქვთ მოულოდნელი სურპრიზები. 2018 წელს მეულდ მელაძეს ჰქონდა იქით აშენებული ტრეკი და მოგვივიდა ესეთი ჩეპე და დავასკდით ბეტონს, აი დავასკდით არა, პრინციპში მივასკდით ბეტონს. და ნუ მანქანა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ უნდა გაგვეკეთებინა, ან ეს კოლხოზურად და რაღაცნაირად უნდა გაგვემართა, ან უნდა გავკეთებინა კარგად, მოგვეჭრა ცხვირი და დაგვეწყო ყველაფერი თავიდან. ცხვირის მხრივ გეომეტრია, ძრავი როგორ უნდა ჩადებულიყო და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ყველაფრის გაკეთება დავიწყეთ 0-დან, კარგად, თუმცა ზუსტად მაგ მომენტში ნუ ესეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე, ალბათ Nissan Silvia S14 კოუკის ვერსია გაიჩნდა გასაყიდად, საკმაოდ კარგ ფასად, რომელიც ეგრევე ვიყიდე, ნუ ზუსტად ის კარგი მომენტი დაემთხვა, როდესაც თანხაც მქონდა, ეს Silvia-ც გასაყიდად დაედო, თითქოს რა გადმომხედა ალბათ ზემოდან ღმერთმა და მოკლედ დავითრიე ეს მანქანა. და ვინც ერკვევით Silvia-ებში, Nissan Silvia S14 კოუკის ვერსია და S15 ძალიან ახლოს არის და ბევრი ნაწილი S15-დან გადმოსბორეთ ზუსტად ამ კუზაოზე. ეს არის Nissan Silvia S14 კოუკი, რაზეც გიყვებოდით ახლა 2 წუთის წინ და წეგან როგორც გითხარით, S15-დან გადმოვიტანეთ კაპოტი, ფარები, წინაში ტოკი, გვერდით აკრილოები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაფერს ვერ გადმოვიტანდით და დაგვრჩა გზაზორები, რომელიც ძალიან იმედი მაქვს, რომ 4-5 მეტრიდან ან ვიდეოებში არ ჩანს კარგად. და მაგის გარდა ეს იქნებოდა ძრავი თუ ნებისმიერი რაღაცა ყველაფერი დადგა იდეალურად. ნუ დარჩენი პარამეტრები თითქმის ერთი და იგივეა. მაგის შემდეგ დავიწყოთ უკვე ძრავის გაძლიერება. ვიყიდე ერთი ტურბო, რომელიც ღირდა ერთი ძრავის ფასი, კონკრეტულად $1200-ზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ძრავშიც $1200 მივეცი და ტურბოშიც $1200 მივეცი. ეს არის BorgWarner-ის EFR სერია 73-61 63-61, კი, ეგ არის. ეგ ვერსიაა ნამდვილად და მაგის გარდა ნუ სხვა ისეთი პერიფერიული დეტალები, როგორიც არის ბაბინები, აუდის ბაბინები გვიყენია სხვათა შორის.
blow-off-დან რაღაცები გავაუმჯობესეთ. სხვათა შორის მაგაც მეუბნებოდა, რომ Audi split-ა გვიყენია რა, ჩვენ. როგორი კომბინაციაა, იცი რომ BMW-ს კარობკაა, ზემოდან არის Audi split-ა და ჩინური კერამიკა. თუმცა მაგაც მეუბნებოდა, რომ ვიდეოებში თუ მოხდაო ის მომენტი, რომ გიწევსო Audi split-ის ხსენებაო, აუცილებლად ახსენე Porsche split-ა, იმიტომ რომ რაღაც მოდელებში იყო Porsche-საც და Audi-საც ერთი და იგივე პლიტები იყენებოდა და ეს Porsche Panamera-თი დავდივარ ძმა და რაღაცა ეგ თემა იქნებოდა მიახლოებით. საბოლოო ჯამში გარდა იმისა, რომ ტექნიკური დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია და მანქანას ხვეწს და უკეთესი ხდება ყოველდღიურად, თავი თემა არის აქ, ტვინში. რისკენ უნდა წახვიდეთ. ადრე სულ ფიქრობდი, რომ მანქანას უნდა ქონოდა ძალიან მაღალი მოჭიდება, უნდა ყოფილიყო ყველაზე სწრაფი, ყველაზე მეტი ცხენი ზალა უნდა ქონოდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი დრიფტში, მით უმეტეს საქართველოს დრიფტის ჩემპიონატებში. მე თუ მკითხავ, ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია. საქართველოს დრიფტის ჩემპიონატებში მთავარი არის მართვა. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მანქანას 300 ცხენი იქნება თუ 1000 ცხენი იქნება, თქვენ თუ მართავთ და დრიფტის ჩემპიონატებზე ყველა points და ყველა ტრაექტორიას გადიხართ ზუსტად, თქვენ ამ ჩემპიონატს დიდი ვარაუდით დაასრულებთ მინიმუმ საპრიზო ადგილზე. დრიფტის ჩემპიონატში კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი support-ის გრუპი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ქართული რეალობიდან გამომდინარე არიან ხოლმე ჩვენი ძმაკაცები და ძალიან დიდი მადლობა მაგათ ვიდეოდან, რავი, გიო, ლაშა, რავი, ვინც ხართ, ყველა ძალიან ბევრი ხართ და ყველას ვერ ჩამოთვლი და ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ. და მეორე, ფინანსური უზრუნველყოფა. ფინანსური უზრუნველყოფისთვის კი გჭირდებათ კომპანია, ისეთი მაგალითად როგორიც არის Galfi. Galfi თავიდანვე ჩვენ გვერდში დაგვიდგა, ძალიან დიდი მადლობა Galfs ამისთვის და ეხლაც აგრძელებს ჩვენ ხარდაჭერას. ხოლო 2021 წელს რაც შეეხება, ჩვენ გადავდივართ უკვე გაზრდილ კუბატურაზე, მოგეხსენებათ ერთი ჯეიზი არის 2 და 5 კუბატურის, ხოლო შემდეგში გვექნება ჩვენ უკვე 2 ჯეიზის ნიზი, რომელიც არის 3 და 0 და ეს 0.5 კუბატურა რაც არის განსხვავება, საკმაოდ დიდ შედეგს იძლევა, ასე რომ 2021 წელს საბოლოო ჯამში ეს იყო ჩემი მოკლე ისტორია, თქვენ კი გელოდებით 2021 წელს საქართველოს დრიფტის ჩემპიონატებზე.